პრემიერ-მინისტრის განმარტებებს Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით აფასებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს არ ითვალისწინებს. ისინი პარლამენტში ირაკლი კობახიძის გამოსვლას არაკომპეტენტურს უწოდებენ. პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ორ შეკითხვას უპასუხა. ერთი შეეხებოდა ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საინვესტიციო პროექტს, არაბულ ინვესტიციებს, რაზეც ოპოზიციას ეჭვები უჩნდება, რადგან Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულება არ საჯაროვდება. მეორე საკითხი იყო განათლების რეფორმა. პრემიერმა განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნა აუცილებელია. მმართველი გუნდის შეფასებით პრემიერმა მათ მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სამწუხაროდ არ მიგვიღია არც ჩვენ და არც მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაზე ის მიწები, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომლის გაბითურებაც სცადა გუშინ ბატონმა კობახიძემ, ასევე ბატონმა კობახიძემ გუშინ სცადა, რომ 900-მდე ჰექტარი დაეკნინებინა, როცა აწყობთ ეს დიდი მიწა, როცა აწყობთ პატარა მიწა და იყო ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც სამწუხაროდ ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. თავარი კითხვა, რომ როგორ იზრდება განათლების ხარისხი, როგორ ზრდის ის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხდება პროფესიული განაწილება უნივერსიტეტების მხრიდან. ეს როგორ გზდის განათლების ხარისხს? ამაზე პასუხი არ მიგვიღია. ამ განათლების რეფორმას და ამ დიდი ინვესტიციის პერსპექტივას თუ ერთმანეთთან დავაკავშირებთ, კარგად დავინახავთ, რომ პერსპექტივა, უახლოესი წლების პერსპექტივა საქართველოს გადარჩენის, განვითარების არის უკავშირდება, რაც შეიძლება მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას. ველოდებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება იმისათვის, რომ დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს. და ამ პრობლემათაგან ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმება.